რაც თავი მახსოვს და კიდე არ მახსოვს, ქართველები სულ ქორწინდებოდნენ რუსებზე და უკრაინელებზე. და არ ჰქონდათ აგრესია, ისეთი ოკეი ამბავი იყო და ჩვეულებრივ ოჯახებად მიიჩნევდით და ახლა რატო გაქვთ ასეთი აუხსნელი აგრესია, ირონია და ცინიკური დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ, ვინც ქორწინდება ირანელებზე, თურქებზე, იტალიელებზე, ამერიკაზე, ევროპელზე და ზოგადად ფირმა ხალხს, როგორც თქვენი თხოვდით. ან როგორც კი გაიგებთ, რომ ვიღაც უცხოელზე დაქორწინდა, ეგრევე ფულთან რატო აასოცირებთ? თქვენი მოკლე ჭკუა მეც ვერ წდება და იმიტომ, ხო? ანუ თქვენ რანაირი ბიჟის სკამზე დაბერებულიც ხართ, ასეთი გონიათ ზოგადად კაცის სტანდარტი და ვერ წარმოგიდგენიათ თუ ვიღაცას ფულიც აქვს და თან მართლა კაცია. ან კიდე ვინც მთელი ცხოვრება ქალი ვიცი კუხნაში ცხოვრობს, ეგეთ ქალებსაც უცხოელი ქალები იმნაირები გგონიათ. ანუ რაღაცნაირად ვერ ათავსებთ ერთმანეთთან, ვინმეს კონდეს თან ფული და თან მართლა ადამიანი იყოს, ლაღიც, ბედნიერიც და ყველაფერი ერთად კონდეს. განსაკუთრებული აგრესია გაქვთ იმ ქალების მიმართ, ვინც მეორედ ქორწინდება და ამჯერად უცხოელზე. როცა ქართველს ყავდა ეგრეთ წოდებული ცოლად, სიღარიბესთან ერთად დედის ტრიალი, დაუფასებელი შრომა, უუფლებობა, მოვალეობის მოხდის მიზნით სექსი და ხშირად ცემატყეპაც კი ჰქონდათ და მერე ემიგრაციაში კიდე ქალო დამირიცხე ფული დაიღალა. სადაც ნახა სიმშვიდე, რომანტიკაც, მოგზაურობაც, რესტორანიც, ვარდებიც, კომპლიმენტი, მხარდაჭერა, გადანაწილებული ვალდებულებები და დიახ ფულიც და ადამიანური ცხოვრება. სწორედ რომ დაქორწინდა და თუნდაც არაფორმალურ ურთიერთობაშია. რამდენჯერ მინახავს თქვენი მდაბიო კომენტარები, აი ვიღაც ქართველ ბიჭს მგონი ესპანელი ცოლი ყავს და იმას უწერთ, მე ქართველი ვერ იპოვე, რადგან გინდოდა ეს უცხოელი ქალი, ან კიდე ნუ თუ არაბზე და თურქზე და მუსულმანზეა დაქორწინებული, იქ ხო საერთოდ უკონტროლო ხდებით და რო ვაკვირდები, ზოგადად ბედნიერ ადამიანებზე ხდებით ასეთი აგრესიულები. ახლა არ დამიწეროთ, გეხვეწებით, რუსეთს როგორ ადარებ, ჩვენი მეზობელი, მეგობარი და კიდე როგორ ამბობთ, ერთმორწმუნეები ვართ. გეხვეწებით, რა მორწმუნე, რა ის მორწმუნე, რის სირწმენა აქვს ოკუპანტ და სადისტ ერს, რომელი მორწმუნე, არ გამაცინოთ. მთელი არსებობის მანძილზე გამგელებულები არიან, როდის გადაგვსანსლავენ ჩვენი ენიან, მიწიან, სარწმუნოებიანად და ზოგადად, რატო ვერ გაიგეთ, რომ მეგობარი ქვეყანა არ არსებობს. ყველას ერთი სული აქვს, როდის მიეცემა შანსი, რომ გაგაცამდვეროს. ასე რომ, ან კაცებს დაემსგავსეთ, ღვიძლი რო საკუთარ სხეულზე დიდი გაქვთ, ან ქალებმა აიმაღლეთ ცოტა დონე და ცნობიერება, რომ ქართველმა ნამდვილმა მამაკაცებმა და ქალებმა შეგამჩნიონ და მოუნდათ თქვენზე დაქორწინება. დარწმუნებული ვარ, ყველა ადამიანს უნდა საკუთარ ენაზე მოსაუბრე, საკუთარ ტრადიციებზე და მენტალიტეტზე აღზრდილ ადამიანთან ერთად შექმნას ოჯახი და იცხოვროს მთელი ცხოვრება. რატომაც არა, ვის გაუჩნდება სურვილი მთელი ცხოვრება დაუკავშიროს უცხოელ ადამიანს, უცხო ენაზე, ყველაფერ უცხოურში გალიოს მთელი ცხოვრება. არავის. უბრალოდ ადამიანს ერთი სიცოცხლე აქვს. და სადაც იპოვა თავისი ტოლი, სწორი და ყველაზე მთავარი ადამიანად აღიარება, ბედნიერება, ნებისმიერზე დაქორწინება მთელი თავისი უფლებით და თავისუფლებით. ასე რომ სხვების დაცინას შეეშვით, საკუთარ თავს მიხედეთ, განვითარდით, გაიზარდეთ, გაიღვიძეთ და დამერწმუნეთ, არც ერთი სხვა ერის ქალი და კაცი არ დაგჭირდება. ახლა მაგრამ აქვე გეტყვით, ჩემი ქმარი ქართველია, დედით, მამით, ბებიით და რა მთელი 47 თაობით. ასე რომ ტყუილა არ გაისარჯოთ. და ვინც საკუთარ თავზე მიიღებს ამ ვიდეოს, კომენტარებში დაეთყობა. კაი კაცს ეს სიტყვები არ ეხება და არ შეაწუხებს. არც ქალს.